რატომ ვერ ვიკლებ შიმშილობის დროს? იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი მიჩვეულია შიმშილს. უსავარი დროიდან ადამიანს უწევდა შიმშილთან შეგუება. ამიტომ გადარჩენისათვის ჩამოყალიბდა შიმშილთან შეგუების ადაპტაციური მექანიზმები. როდესაც იწყება შიმშილი, ეს მექანიზმები ირთვება და იწყება ჰორმონალური ადაპტაცია. როცა გვინდა გახტომა, ჩვენ ვამცირებთ კალორიების რაოდენობას და ვიწყებთ ვარჯიშს. იწყება ცხიმის სვა. ორგანიზმს არ უყვარს მარაგების გახარჯვა, ამიტომ ჰორმონები ანელებენ მეტაბოლიზმს და ცხიმის სვაც ჩერდება. როდესაც ვართ ნაკლებ ნახშირწყლოვან დიეტებზე და ვშიმშილობთ, ამ შემთხვევაში პირველ რიგში იხარჯება გლიკოგენი. გლიკოგენი აკავებს წყალს და ჩვენ თავიდან ადვილად ვწვავთ 4-5 კილოგრამს, მაგრამ მერე დგება პლატო და ცხიმის სვა ჩერდება. ამაში დამნაშავე არის ჰორმონი ინსულინი. თუ ორგანიზმში ინსულინის დონე არის მაღალი, ჩვენ ცხიმს ვერ დავწვავთ. ინსულინის შემცირებას ჩვენ შევატყობთ მადაზე. თუ მადა შემცირებულია, შესაბამისად ინსულინის დონეც შემცირდა. რა გავაკეთოთ, რომ დავწიოთ ინსულინი? პირველ რიგში გავზარდოთ შიმშილობის პერიოდი. ავჭამოთ, როცა არ გვშია. გავზარდოთ ცხიმის რაოდენობა რაციონში. 1 კილოგრამზე მივიღოთ 1 გრამი ცხიმი. ეს დაგეხმარებათ უფრო დიდხანს გაუძლოთ შიმშილს. თანაც ცხიმზე ინსულინი არ გამოიყოფა. კიდევ უფრო მეტად შევამციროთ ნახშირწყლების რაოდენობა. ზოგიერთ პროდუქტში არის დამალული შაქრები. ასევე ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს გლუტამატს, რომელიც წევს ინსულინის დონეს ზევით. მოერიდეთ სტრესს. იმიტომ რომ სტრესის ზომს გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც კუნთის ცილას და ცხიმოვან კეტონებს გარდაქმნის შაქრად და ეს წევს ინსულინს ზევით. იძინეთ მეტი, გამოუძინებლობა წევს ინსულინს ზევით და გვიძლიერდება მადა. არ მიიღოთ ტრანსხიმები, შიმშილობის პერიოდში ივარჯიშეთ და გამორიცხეთ ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი, რომელიც იწვევს ინსულინ რეზისტენტობას. ექიმის რეკომენდაციით ეს პრეპარატები შეცვალეთ სხვა წამლებით. შიმშილობის პერიოდში დიდი შანსია დაწვათ კუნთები. ამ პერიოდში პროტეინის მიღება ჯობია ამინომჟავების და ვიტამინების და მიკროელემენტების კომპლექსების მიღება. დროებით